Ah, you know Irakli Alasania, right? Good. He was a Ministry of Defense in Georgia. Yes. ველოდები Ubers. ოღონ ამ შემთხვევაში გამოვიძახე სკუტერი. რამდენადაც უფრო სწრაფი საშუალება არის ქალაქში გადასაადგილებლად. და მივდივარ ძალიან საინტერესო ადგილას. ეს ადგილი არის ესე იგი ზამალეკის კაიაკის კლუბი, რომელსაც ვცდილობდი რომ დავკავშირებოდი მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჩამოვედი, მაგრამ არავინ არ პასუხობდა და წეგან მოულოდნელად ბაზარში მივდიოდი რაღაცეების საყიდლად, დამირეკეს და მითხრეს რომ რაღაცა პატარა განახლების სამუშაოები ქონდათ, უკვე მზად არიან და შეუულიათ რომ იმას პინძლონ და მოკლედ ერთი სული მაქვს ნილოსზე გავისეირნო კაიაკით. ძალიან კაი გამოცდილება იქნება. აი ხა მინდა რომ შეგახედოთ Uber-ი როგორ მუშაობს. 100 მეტრში არის ჩვენი მეგობარი მუჰამედი, რომელიც მოვა სკუტერით და წაგვიყვანს ამ კლუბში. მოვიდა ჩვენი მძღოლი მუჰამედი, უკარგესი ადამიანი და მივდივართ ზამალეკში. ასევე პროდრაივერი ფას მერე გეტყვით რამდენად კაპიკებში შეგიძლიათ გადაადგილდეთ ერთი ადგილიდან მეორეზე. დაახლოებით 23 გრადუსი არის, ცოტა ღრუბლიანი ამინდი არის, მაგრამ არა უშავს. ეგვიპტეში ნილოსზე კაიაკობისთვის ყველა ამინდი ჩემი აზრით ძალიან მისაღები არის. გადმოვედით ზამალეკის არეალში დაუნტაუნიდან. ამის პარალელურად არის კიდე ხიდი, რომელსაც უკვე გიზას გავერნენსში შედგება. გიზას მმართველობა იწყება უკვე. როგორც გითხარით, დაყოფილი არის ესე. შვენიერ ლოკაციაზე ვდგავარ. ძალიან სწორადაც მოვსულ ვარ. რამდენიმე მსგავსი ლოკაცია Google-ებზე დატანილი ზამალეკ კაიაკ კლუბები და შესაბამისად ეხა არაბულად ვერაფერი ვერ გავიგე. განმასხვავებელი რა შეიძლება და ყოფილიყო ლათინურად ერთ და იგივე არის და ამიტომ ცოტა ავირია, მაგრამ არაფერიც. აი აგერ 100 მეტრის რადიუსში არის ადგილი და შეგვიძლია რომ მივიდეთ. დაახლოებით 100 მეტრში. პარალელურად ტელეფონს ამოვიღებ და Salam alaikum. Zamalek Kayak here? Yes. Okay. Oh, so hello. Yes. What's your name? I'm Muhammad. Muhammad. One of your coaches? Yes. They are the other coaches. Hello. Can I make a registration? Do we need something? Please. Okay. Salam alaikum. Salam. Hello. Hello. Okay. What's your name? Okay. აი, მოკლედ, ესე ძალიან მარტივი სარეგისტრაციო პროცედურა გავიარე და მოვედი აი ესე ჩვენიერ ადგილას. ამა ცოტა გადავიწიოთ, ჩავიდეთ თქვენი. ის ჯარისკაცი ცოტა დაეჭვებული თვალით მიყურებდა. ხო იცი, ძალიან მოსაწყენი როცა არის შენი საქმე და რუტინული. ვცდილობ რომ რაღაცა იქშენი შემატო და ცოტა იგი, ცოტა იგი. ესე იგი, მოდი გეტყვით, რამდენი გადავიხადე ჩემი სახლიდან აქ რომ მომსულიყავი 22. აი ამას ვუყურეთ. 45 ცენტი. უიაფესი. და 1.20 ცენტი კიდე თიფად დაუმატე. ძალიან კაი კაცი იყო, მშვენივრად მატარა, გზაში მაწყნარებდა, არაფერი არ მოგივაო, ყველაფერი კარგად იქნებაო. და მეც უჯერებდი რა. 125 ფაუნდი გადავიხადე. აი ხა გეტყვით რა ღირს? ეგ ამ 125 ფაუნდი ღირს $2 და 57, რომელშიც შედის ინსტრუქტაჟი, ну რა თქმა უნდა აღჭურვილობა და მერე საათი თუ საათნახევარი ვერ შეირნება ნილოსზე. დაუჯერებელი ფასი არის. რაღაცა სულ ეგეთი შემთხვევებში სულ განცდამაქრო, აი სადღაც ნაღმი არის ჩადებული და
სადღაც უნდა ამაყირავონ და სადღაც სხვა რამე უნდა მოხდეს, როგორც ალარმებზე გესაუბრება. How many years are you working here? Working here as it's like 1 year or something. 1 year. I haven't even had one the 1 year. But I'm already a professional kayak here in Egypt. I represent the Egyptian national team. Really? Oh. Yes, I'm first Arab athlete, second African. I'm a professional athlete. Okay? Oh. Okay, so I'm gonna. So, what tournaments you won? Okay, what tours have been to World Championships. I've been Okay. to Arab, African. Yes. Went to a lot of. We have a lot of kayak professionals in Georgian. I've met them. Ah, really? Yeah, he Actually- became the world champion 2 times, maybe. Yeah. Yes. Georgian have great players. Yes. I've seen them. They've been next to me and they actually won me. Yes. Yes, they are great actually. Okay. So many thanks from Georgians. Okay. Okay. now I'm gonna So let's start. push the. It's easy. It's yeah, I told you. Okay, paddle right only, so we get on the left side. Yeah. Doing well. Let's arts is Are you training on the Nile Yeah. Yes. every day? Daily, every day. For the past 9 years. You need too much gym. Yeah. Be perfect. We exercise a lot actually. Yes. ნოემბრის თვეა, როგორც გითხარით და სადღაც 5-ისკენ უკვე ზე ჩადის და წებს დაღამებას. დილით ჯერჯერობით ვერ მოვახერხე ადრე ადგომა, რომ დილის კაიროს ვაიბები მეკრძნო, მაგრამ ძალიან დროის ამბავია იქ. დღეს ვეცდები, რომ კარგად დავიღალო და დავიძინო ისე, რომ ხვალ 7 საათზე დილით მოვახერხო ადრე ადგომა და დავხედო როგორ იღვიძებს ქალაქი, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მთავარი არტერია ქალაქის არის სოციალური სივრცეები, პარკები, სკვერები და ბაზრები, თავშეყრის ადგილები და თქმა უნდა თუ გინდა რომ ავთენტური კაირო იგრძნო, აუცილებლად უნდა დილით ადრე მოვიდე და ახვიდე ქუჩებში და ნახო როგორ არის შრომა დანაწილებული, ვირას აკეთებს, პირველად რომელი პროფესიის წარმომადგენლები იგრძებენ ყველაზე ადრე. ანუ დააკვირდე ქალაქის მაჯის სემის. უნიკალური ქალაქი, იდეალური ქალაქი. ანუ მინდა რომ მანტრასავით სულ იმეორო ეს ერთი და იგივე ფრაზა. My parking skill is good, right? Perfect. Yes. Oh. ჩამოვედით, აგე? მუჰამედი ეხა მიაყენებს. Yes, sure. აგერ დაველოდოთ მუჰამედს და ამიყვანს აქედან. let აი ესე დასრულდა ჩვენი ტური და ჩვენი კაიაკობა ნილოსზე პირველად. და დარწმუნებული ვარო ეს პირველად
და უკანასკნელად არ არის და კიდე არაერთხელ ჩამოვალ და ვიკაიაკებ და ვისრიალებ როგორც ლურჯი პითონი ისე. ამათ უყურეთ როგორც ურავენ. ეხლა მივდივარ კაიროს მუზეუმში. რომელიც 1902 წელს აშენდა და რისი გაზიდვაც ვერ მოახერხეს ჩვენმა მეგობრებმა საერთაშორისო მუზეუმებში. ეგენი შეგვიძლია რომ იქ ნახოთ და აღმოვაჩინოთ. ძალიან საინტერესო ამბები გველოდება და აბა წავიდეთ და ვნახოთ. ძალიან მომწონს, მინდა რომ კაიროში დავრჩე. მაგრამ ნუ იმის გათვალისწინებით რომ ეგვიპტის სხვა ნაწილებიც მაინტერესებს. აუცილებლად წავალ ალექსანდრიაში. თუ რამდენიმე დღე ისევ კაიროში დავრჩები, მე არ მიყვარს ხოლმე ესე შერბენა ქალაქებში დასტუკება და მე სხვა ქალაქებში ისევ გადასვლა. მინდა რომ დაახლოებით საბაზისო წარმოდგენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, კულტურაზე, ამათი საყვარელ ადგილებზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე, უბრალოდ ყველა ინდუსტრიაზე შევიქმნა და ჯერჯერობით გონია რომ ძალიან წარმატებით გამოდის ეგ ამბავი. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება მომავალში. როგორც გითხარით, ძალიან განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოთ კაიროს ქუჩებში, არა აქვს მნიშვნელობა ცენტრალურ ქუჩებში იქნებით თუ გარეუბნებში, რომ მაქსიმალურად ეცადეთ არ მოახვედროთ ობიექტივში პოლიციელები და სამხედრო პირები, თორე მოკლედ მე ცოტა შეიძლება გაგი პრობლემებდეთ ეგ ამბავი. ცოტა არა, შეიძლება ძალიან გაგი პრობლემებდეთ. რაღაცა წაშლა მოგთხოვონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მქონდა რამდენიმე ინციდენტი მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ძალიან მარტივად დავაგდა ყველაფერს. Salam alaikum. One ticket. How much? Can I pay with cash? Visa card, no cash. Visa card. Okay. I need buy tickets, but I don't need card. Ai, ეხა უცებ აზრზე მოვალ და მე ეგრევე მოგიბრუნდებით და გავაგრძელოთ vlogi, იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან ქრონოლოგიურად მივყვეთ ამ ამბავს. რა თქმა უნდა, ეხა ეს არ იქნება თითო ადგილას შეჩერება ექსპონატთან და ექსპონატების ინდივიდუალური განხილვა. ეგ რო ჩამოხვალთ მე ChatGPT-სთან ერთად გააკეთეთ, მაგრამ რაღაცა highlight-ებს რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აზრით და ვფიქრობ რომ თქვენი პერსპექტივიდანაც ძალიან საინტერესოდ გამოჩნდება, აი მათ გადავიხეთ. აი ამდენი ხალხი რო არის, ეს არის ჩემი დილას ვერადგომის შედეგი. აი ამდენი ადამიანი რო არის. მაგრამ არ აუშვებს. აი აგვაქვს ნიღაბი და აღწერა გვეუბნება რომ ეს არის პირველი ყველაზე ძველი ეგვიპტური ნიღაბი ეგვიპტის ისტორიაში, რომელიც არის თიხისგან დამზადებული და რომელიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით 3650 წლით. და აქ როგორც წერია ჰიერაკონპოლისში არის აღმოჩენილი. ანუ როგორც ეს გვეუბნება, იყენებდნენ დაკრძალვის დროს და რიტუალების დროს. წარმოვიდგინეთ, ეს არის ძველი წელთაღრიცხვით 5500 წლის ამბავი. ნეოლითის პერიოდია, მერინდეს თავია, რომელიც თიხისგან შექმნილი ესეთი ფიგურა არის. განსაკუთრებულობა ამის ისაა, რომ შეღებვის ტექნოლოგიებიც არსებობდა, ეხლა არ ვიცი აქ ჩანს თუ არა, მაგრამ აშკარად ეთყობა რომ შეღებილი არის. მე არ ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, მარტო არქეოლოგებიც ამბობენ. და ნუ არაუდია რომ ეს ნახრეტები, რასაც ხედავთ თავზე და სახის მიდამოებში, იყო წვერის და თმის დასამაგრებლად. წარმოგიდგენიათ 5500 წლის წინანდელი ამბავი არის ეს. ძველი წელთაღრიცხვით. ნუ ამას უნდა მივუმატოთ მე ახალი წელთაღრიცხვით რამდენიც გავიდა. და ეგრე გამოდის რა. აი მოკლედ ესე არის მეორე სართულიდან ხედი, როგორც ხედავთ. არც თუ ისე ცოტა ტურისტი არის მოსული დასათვალიერებლად და ყველას გირჩევთ რომ იგივე შეცდომა არ გაიმეოროთ და
მოკლედ ისი არ მოხდეს, რომ შუა დღეს მოხვიდეთ ძალიან ინანებთ და ვერ მოახერხებთ უბრალოდ კონცენტრირებას ვერცეთ ექსპონატთან. განსაკუთრებით ტუტანხამონის არეალში, სადაც 1 კვადრატულ მეტრზე ალბათ 350 ადამიანი მოდის. და ეხლა მივალთ და გაჩვენებთ მაგ ამბავსაც. საინტერესო ფაქტი, რისით თქმაც მინდა აქაურობაზე არის ის, რომ მოკლედ პირველად რომ შემოვედი ვიფიქრებდი ესეთ დღეში რატო არის, რა გაუჭირდათ, რომელი მუზეუმია ისა და მე აღმოვაჩინე, რომ ძალიან მალე იხსნება გრანდ მუზეუმი, რომელიც არის უზარმაზარი პროექტი, 1 მილიარდიანი პროექტი არის, რომელსაც ეგვიპტის მთავრობა აფინანსებს და რაღაც 300 ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსი შენდება და მოკლედ მან აპირებენ, რომ მთელი ეს ცივილიზაციის არტეფაქტები რაც აქვს, ყველაფერი წაიღონ და გადაიტანონ იქეთ, მათ შორის ტუტანხამონის სამარხიც. არის ტუტანხამონის განყოფილება. აი გაჩვენებთ ახლა ტიპს, ვინც ეს ყველაფერი აღმოაჩინა. აი ეს კაცი. აუ ამდენ შემოგვიდება. ამიცაუცეთ. არა, უშავს კიდე დაბეჭდა რომ სტარტერი და მისი თიმი ბრიტანელი მეცნიერი ეგვიპტოლოგი რომელმაც თავისი თიმი დააკომპლექტა ამერიკის მეტროპოლის მუზეუმისგან, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს იცით. და მოკლედ წინვალე კარიერის საუკეთესო აღმოჩენა ქონდა. ძალიან მინდა რომ ტუტანხამონი გაჩვენოთ. და ეხლა ვფიქრობ რა შეიძლება მოვიმოქმედო მაგისთვის, რომ იგება მოახერხო ჩუმად გადაგება. So you can see the underside. ცოტა დამეჯვა. აი რა. I'm leaving. I'm leaving. I'm leaving. ნამეტანი ხო არ მოგდის. აი, ეხლა დროა უკვე ნეუნება რომ ჩავიდეთ და წავიდეთ. This one? არა, ოცმაო. What's your name? Mohammed. Mohammed. And you? George. Nice to meet you, George. Nice to meet you too. So, what is the name of your friends from Georgia? Can you remember? I remember. Names and last names. I know all of the Georgians. Can you show me it on Facebook or Instagram? No, I don't have a phone here. No, phone for my work here, not working. What are you doing here? Here's my shop. Ah, this one? Yes. Perfume is Perfume shop. You're a rich guy, right? Irakli is Irakli. Irakli. See, yes. Do you remember the last name? Irakli.
Because Gharibashvili? No? maybe. Alasania? Alasania, yes. Ah, you know Alasania. Irakli Alasania, right? Good. He was a Ministry of Defense Yeah. in Georgia. Yes. Yeah. Also, it's working. He's your friend. Yes. Where did you meet him? In Sharm el-Sheikh. He was on a holiday. Yes, on the day. He was working there. Yeah. Well, What he was doing? fabric, Turkish fabric. Ah, okay. მეგობრებო, აი ირაკლი ალასანიას ვიცნობ თავდაცვის მინისტრსა, რომელიც მე იქეთ წავიდა. შარმელ-შეიხში მუშაობდა თურქებთანო და ეს არის პარფიუმის მაღაზია ამ კაცის და დაახლოებით ხარატოც არის ჩვენთან ეს კომუნიკაცია. You are from Egypt? Yes. From Cairo? Yes. Oh, good. Cairo is a perfect city. You're welcome. We like the drugs. You like the what? Drugs. Drugs, okay. Georgia, many Georgian people Like drugs. Yes. It's legal there. The weed is legal in Georgia. Yeah, really? Yes, yes. You can come and we can Okay. smoke together. Really? But in Georgia, You're not in smoking? Egypt. I Yes, smoke yes. here also. Yes. I smoke here in Egypt. I'm a Olympic champion Really? in smoking. Yes. Really? Yes, I have 3 gold medals. Nice to meet you, bro. Yeah, nice to meet you. You're a rich man. Normal man. Okay, I like the so, business. I tell like me. the business. Be honest man. Yeah. As you was before. So tell me, how much salary do you have? If it's not a very private question. For what? For 1 month. No, listen to me. You are running. For what? The business. Yes. Different business. No, you can make a total. How much? Maybe more than $20,000. $20,000. Oh, you're a rich guy. Very rich guy. Yeah. Yeah. No, but I have. Do you want to invest some in real estate in Georgia? I can contact you with my friends No problem. who have a lot of projects in real estate. Yeah. In the seaside, Yeah. in the center of Tbilisi. Yes. What was the last country you visited? Me? Yes. No, I don't go to any country. Oh, really? Only in Egypt? Yes, but because of but visa restriction or listen to what? me. I'm in my country. I'm king. I go to another country. Nothing to me. Nothing. You have 1 month. You are earning $20,000. You will be king everywhere, bro. No, No. not everywhere. When it is the peak season for tourists? Peak This season. season after 1 month After 1 month. is the full. Full. Okay. You know, the Christmas and New Year's. Yes. This is the big season. Yes. Here we come. So you are preparing. Yeah, everything. because in Europe this time, okay, it's very cold, Okay. and here every time you have a sun. Yes. The weather is perfect in November. Yes, Perfect. all the time. All the time. But in summer, In summer too hot. too hot. Like 40 degree plus, right? 45. Oh, In Sharm el-Sheikh maybe 50, 55. yes. Yes. ძალიან თესლად გისრულებთ. Minus $100. No? Minus $100. Yes. 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 Greece. Yeah, from Greece. Greece, yes. Yeah. So for you, who are the most rich tourists who can buy from you Listen the to me. most? Listen to me. In which country? All the tourists, we come here Okay. rich. Yes. You know I'm why? not rich. You listen to me. I'm very poor. You can listen to me. Yeah, sure. Estonian people, you come here is rich. Any people who come here, you have money for holiday, you wanna spend. Yeah, sure. You wanna, okay. ნელა უკვე დროა რომ წავიდეთ. წავიდეთ მუზეუმში. Hello. Taxi? English. Yes. Yes. Can you help me cab taxi? Taxi? Yeah. No, I'm using Uber. You're welcome. Yeah. Uber is the best. I no problem. No, this is my You car. have a Taxi Uber? lover. Best driver in Texas. All the driver. Do you have a Uber? Your Uber is new driver. I Okay. don't understand what is area street.
This is for all the driver. But Uber also can do it. You're welcome. Same as ours, taxi friend. Where you go? In Armenia. Armenia. Oh, How much? for Armenia? Yes. Free. Free? Yeah. Okay, follow me. Okay, let's go. Yes, let's go. So free, what it means free? It's a free, no price, a friend. What's your name? Your name is Ashraf Ramadan. Okay, my name is George. You're welcome, Mr. George. Nice to meet you. It's nice, I'm sure. Okay. Where is your car? This is my Mitsubishi car. This one? No, this one, Mr. Biba. This one? Yeah. This is Oh, Mr. you are yeah. a rich man. Oh, No! you're not rich man. You are not rich man. Yeah, excuse me. Okay. You have a best driver for YouTuber. Yeah, His name really? is Ashraf Ramadan. Okay. Yeah. You look, this is my car. Okay. 3 hours is 400 pounds. How much salary do you have for 1 month? How many do you earn? Pound for 1 month, 1 Yes. day. 1 month. Average. Plus, minus. About this is 10,000. 10,000 Egyptian pound. Yeah. What is the price of petrol? Petrol is good. Yeah. How much petrol? This one 20 liter about this is 305. 20 liters? 20. Whoa, And cheap. it's very cheap. No, cheap price. Yes. You have a good. პოლიციელმა ჩაიარა ეხლა და ძალიან 20 მონდომებით liter. გაეპრანჭა რომ 300. It was nice to meet you. Thank you. So many thanks. I'll see you again. So many Bye-bye. thanks. Okay. ამაგრა წვიმს. და ჩავხედო მე ერთი ამის პროფესია. ვახტი. Okay. აბა მილოსის სანაპიროს რეაბილიტაცია. ნეტა ვინ მოიგო ეს ტენდერი? რომელი ეგვიპტელი ფაშა აზის ამ ტენდერს? აუ! რატო გაწვიმდა ეს? თანახით რა კარგად წეს. ამაზია. ეს ამაზე ჩავა. ცხენითაც შეიძლებოდა ხიდის გადავა, მაგრამ მოდი არ გვინდა. ხო, აქ ღამე შევნიშნე, ძალიან საინტერესო ხალხი, მოკლედ ჯენზიკა ბავშვები, დათრეული აქვთ ფოტოაპარატები. ესე ტურისტებზე სეტერობენ, გამოიჭერენ, გადაუღებენ. ფასი კი არ ვიცი, არ მეკითხავს, აი ხა ღამე რო გამოსეირნები, მე რო ვკითხავს. აუ, ეს წვიმა მაგრა არ მაწყობს და ეხლა ჩემი GoPro-ს დასველება მით უმეტეს. აბა, ამას უყურეთ. აი, ნავით სიამოვნებით გავისეირნებდი, იქეთ რო ვარ. აი, ესენი არ მევასწრება რა. ავედით. აი ეს არის კაიროს თაუერი. იქაც დიდი ალბათობით მივალ. და 360 გრადუს ხედს შემოგთავაზებთ თელ კაიროს. არგუმენტი არ არსებობს სამყაროში, რატოც არ უნდა მოხვიდეთ ხან ელ-ხალილის ბაზარში, რომელიც ყველაზე დიდი ბაზარი არის კაიროში და ამავდროულად ძალიან ისტორიული. ამ ბაზარს აქვს დიდი ისტორია. 1382 წელს დაარსა ემირმა ხალილმა, ეგეთი ტიპი იყო. და იმის მერე მოკლედ გადაიქცა ხაბად, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. და განსაკუთრებით ისიც უნდა აღინიშნოს ამ ამბავში, რომ ბაზარი ხო არ არის მარტო რაღაცა სტერილურად დახლებზე მდგარი
რაღაცა პროდუქტები, რომელსაც ხალხი ყიდულობს. ამას აქვს თავისი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული მნიშვნელობა. შესაბამისად, აზრების გაცვლა გამოცვლისთვის და შეხვედრისთვის იდეალური ადგილი იყო. ასე რომ ანკარა მესი გამიძვინა ბურთი ხეხების შუაში და ასე რომ წავედით. აჰა ხალხი ვაჭრობს გააფთრებული. ჩვენც ჩავრთოთ ჩვენი გააფთრებული სკილები. Where are you from? I'm from Georgia. Georgia. Nice people, yeah. Oh, thank you. What do you know about Georgia? Let's go to the show. Let's go. Come. What's your name? Islam, and you? Islam. Yeah, and you? Oh, my name is George. Georgia and from Georgia. George from Georgia. Yeah, you're right, bro. Good. This is in different in China different material, Okay. different anything. Okay. This is basalt stone only in Egyptian. Egyptian. Yeah, only Egyptian. How much? This Egyptian pound in this dollar. In Egyptian pounds. Because I'm Egyptian. Yeah. 225. 225. Yeah. No this way. This is stone. Look. Yes. Can I kill someone And they have three with this? pyramids. Can I kill someone? Yeah. Yep. It's okay. And they have good people. It's not broke. So, what will be the final price? Final price now? Yeah. 200. Okay. No, for Georgians. I need a special sale. Okay. Special. Okay. Maybe Which one? 50 pound is okay. Oh no. No? No? 16? No. No. 225. It's only one price. In different Khali. In Khali Khalili 500. How much did you pay for this? Last The last 180. price. 180. No. 100 and I am taking this stuff. What? 100 and I will take. No, last 100. Last price, my friend George. Last 155. No problem. 110. No, 110. No good price for me. Good price for you. No good price for me. But what will be the good this price for this us? This is very expensive. This is for factory expensive. Okay. Another more not expensive. I will check it. This one? Check the prices out. How in much another last shop. price? Last. The last price will be 113. It's for me the last. Okay. Deal? Okay. Which one you like it more? ეგეთი ამბავი არის რა. ეხა მარკეტში აუცილებლად ვიყიდი ნივს. რომელიმე სუვენირს, რომელიც იქნება ჩემი გამომწერებისთვის და ძალიან გამიხარდება თუ დააკომენტარებთ და ვინც დააკომენტარებს, მე რაღაც ბევრი პლატფორმა არსებობს, სადაც შეგიძლია რომ დააგენერირო ერთი გამარჯვებული და საქართველოს პოსტით აუცილებლად გამოგიგზავნით ამ სუვენირს. მთავარია რომ გამოწერილი ქონდეთ არხი, დალაიქებული ქონდეთ არხი და მოკლედ დაწეროთ კომენტარი. სულ ეს არის და შემთხვევითობის პრინციპით ყოველგვარი დარეკვების და ჩაწყობების გარეშე აბსოლუტური გამჭირვალეობით მოკლედ იმ სუვენირს რომელსაც ავარჩევ ძალიან გამიხარდება თუ თქვენ გადმოგცემთ და ამ ყველაფერს ვაქცევ ტრადიციად, ანუ ეს არ იქნება მხოლოდ ირჯერადად და ძალიან ვეცდები არა, დარწმუნებით გეუბნებით, კვირდებით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მომავალში ვნახავთ თქვენთან ერთად და აღმოვაჩენ, აუცილებლად იქიდან ყველა შემთხვევაში ყველა ქვეყნის და ქალაქის ვიზიტისას თითო სუვენირს აუცილებლად გავათამაშო. ერთი დაკვირვება რაც ვაწარმოე არის ის, რომ ქირის ხარჯის პროპორციულად უნდა დათვალო რამდენად შეიძლება ძვირი იყოს რაღაც პროდუქტები. ეხლა აქ სადაც შემოვედი რაღაცა ის სტარი შესახვევით არის. აქ ირის ფასი დაბალია, შესაბამისად, ფასებიც დაბალი უნდა იყოს. თუ ესე არ არის, აუცილებლად დავბრუნდები და მე სხვანაირად დავილაპარაკე. აი ეს შოპი, a lot of things. Sis. Is this? Is this? Is this? It's for Daesh? No, Daesh. What is that? This is Queen. Is this? ISIS. Okay. Is this? Okay. I saw that ISIS. ISIS. No, ISIS. No. ISIS is dangerous. Yeah. Okay. Okay. ISIS is And I thought that it was like ISIS an Daesh. ISIS. This is this. This. Okay. Nah. აი ISIS-ის შობი არის თან. ყველანაირ ISIS ვერ მიჩნევიო და მეც ეგ მინდა რომ ყველაფერ ISIS ნაირს გაიმიჩნოს. Thank you. Okay, let's go. Let's go, sir. Let's go.
Let's go. Which one more you like it? Anything here in the small. This is The small stuff. This is Okay. So, 250 ხელი ჩამორთმეულია, გადაწყვეტილია და აბა ვნახოთ, წავიდეთ სხვა მარკეტებში და გავახუროთ ჩვენი ვაჭრობა. წავიდეთ. Salam alaikum. I want to check some price for how much? Egyptian pound. 600. 600. It's expensive. What will be the final price? 600. 100? 600. On 600. Okay. What do you have for me for 150? Okay. Can you show me? I have a very small budget. So Take one magnet. all of the magnets. How much? 100? 150. 150. Okay. So აზე ხარ? 600 ბიჭო, საბოლოო ფასი. აი, ნახეთ. რამდენად კაი კაცი ყოფილა, ნელ-ნელა წუნდები ჩვენი ისლამი, ხო? ხო. ისლამი მითხრა. ძალიან კაი კაცი ყოფილა მე მგონი. 600-იო ბიჭო. 600-იო ჩემი. და სხვანაირია. ახ. არ ვიცი რა, გაგიჟდება კაცი. Have you been in Georgia? No. No. Yes. I know Georgia, Kvaratskhelia. Khvicha Kvaratskhelia. Okay, guys. Okay, he's the best player. Yeah, perfect. Very special. Yes. In Italy. Very Napoli. yes, sure. I can show you something about Khvicha. Do you want it? Yeah. Okay. Bless Khvicha and God bless Salah, okay? Dilu gift haram magnet. Okay. Dilu gift haram magnet. Khoda. Take one gift for you. It's a gift? Yeah. Oh. Pyramid in Egypt. So many thanks. You're welcome. Yeah. Thank you guys. Have a Shukran. nice day. Have a nice Okay. day. მოკლედ აი ესე შევედი ცოტა ხვიჩაზე ვილაპარაკეთ ცოტა სალახზე ვილაპარაკეთ და აი ეს საჩუქრად წარმოიდგინეთ რამდენი ხალხი რამდენი ცნობილი ადამიანი დადიოდა ამ ქუჩებში და განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხებს ფილოსოფიაზე ლაპარაკობდნენ, პოლიტიკაზე, ინფორმაციებს უცვლიდნენ ერთმანეთს. ანუ მთელი აღქმები წარმოიდგინეთ გარე სამყაროს შესახებ, როცა არც ვიკიპედია არსებობდა და არც სოციალური პლატფორმები. რამდენ ადამიანს ჩამოყალიბებია აქ ჩინეთის შესახებ აღქმები, როგორი იყო, როგორ ცხოვრობს ხალხი და ასე შემდეგ. რაღაცა ძალიან ერთი და იგივე ქუჩაზე დავდივარ. სრალამაზი მაღაზიაა, შევიდეთ. ოპ. აი, მარკეტინგი ძმაო. როგორ მუშაობს? ხერალამაზია. სალამ ალეიქუმ. You catch my attention. You're welcome. Yes. You have a good marketing skills. Thank you. Okay. ყურადღებას რო იქცევს ეგეთია რა ცოტა ცხელა მაგრამ არა უშავს ერთ ცლარსაც თუ დაამატებს კონდიციონერის ფულსაც შვენიურად წავიდა და ყველაფერი ჩემი აზრით აბა ეს ლამპებსაც წაიღებდა კაცი მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებ თორემ ბარგის ლიმიტი არის ამოწურული ეს არის სამწუხარო რეალობა ასე რომ რა ვიცი ნახოთ რა ნახოთ რა იქნება. წავედით. ელფი შავი. 200 წლიანი ისტორიის მქონე კაფე. ხო და არჩეს მოგიყოდით. აი ესე გამოიყურება. როგორც მეუნებიან განსაკუთრებულადაც არ შეუცვლიათ. დანარჩენი მოდიხა ადგილი ვიყავოთ და სალამ ალეიქუმ. Akra! Market რა არის, რაღაცა special luxi არის.
სადაც შეიძლება რომ დავუშვდეთ. Auto. Yep. Say hi to Georgians. Habibi, welcome to Egypt. Okay. Almost. ეს გახსოვთ ხო კოპტური ქორწილიდან ეგ ამბავი არის Yeah, so do you have a menu or you are the menu? Okay. So my friend, my name is George. Welcome to Egypt. I am Kim George. Okay. Thank you very much. So here only drink one tea. Tea with mint. Okay, so what is the price? The final price The price for 1 cup of tea. one tea. One tea, yes. Okay. How much? How much? 50. Thank you, thank you. Aha, მოიტანეს. აბა. Try. იტნით. შაქარი, რომელიც არ მჭირდება და თქვენც მოგიწოდებთ ნაკლები შაქრისკენ. და ჩვენი სპონსორია ელანო. არო გადავიღოთ, არო დავასხო. Nagib Mahmoudzi, ცნობილი მწერალი, ეგვიპტელი კაცი, ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი, ძალიან ხშირად სტუმრობდა თურმე ამ კაფეს. და ვინც ის ეგვიპტის ტრილოგია, რამდენი აქაური მოსმენილი ამბის შედეგად არის დაწერილი. My name is Said Kumbela. No. My name is Said Kumbela. I have looking in T-shirt Egypt cotton, no China. I am Cairo, Egypt. Kumbela, Said Kumbela. Oshi! Okay. Oh wow. ყურის ბარაბანი გამიხვედა. მოკლედ ეს კაფე 1773 წელს გაუხსნია. გამიგენიათ? ამენ წელია. ცდილობენ რომ მაქსიმალურად ინტერიერი იყოს იგივეო, როგორც მითხეს. გამემართება იცით ხალხი რომ მოდის ესე დროს, ვაბლოგი მაჩვენე, მითხარი რომ დაგაფოლო და მოლოდინი რო აქვს რომ აი მილიონი subscriber-ი მყავს. აღმოჩნდება რომ საერთოდ არ არსებობს ჩემი ჩენელი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ მოგეწონათ, სად არ ყოფილვარ, სად არ ვიქნები, დალაიქეთ, გამოიწერეთ, დააკომენტარეთ. ეს თავდაჯერებულობა, სხვანაირი ეგოთი დაველაპარაკები, მოკლედ მომავალში ამ ხალხს რა. ძალიან აღთავანებულები არიან, ეხა იქ თელმა სუფრამ გამოიწერა ჩემი არხიდან. თქვენ რა გაგიხდათ? თუ მოგეწონათ, თუ ამ დრომდე უყურეთ ამ ჩემ ვიდეოს, მე მგონი ერთჩას ვიმსახურებ და თუ არ ვიმსახურებ, მაშინ და არ მოგეწონათ სხვა ვიდეოები, შეგიძლიათ რომ უბრალოდ დაიჭიროთ დისლაიკი დამიწეროთ. ძალიან ჭირდება იმისთვის, რომ მომავალში უფრო თავდაჯერებული ვიყო ხოლმე ტიპებთან, რომლებიც მოვლენ და ჩემ channels თხოვენ რომ ჩავწერო YouTube search-ში. ძალიან ქორვაჭრული ღამე გამოვიდა, მინდა გითხრათ და წავედით ახლა სახლში. დავასაწყობო ესენი რაც ვიყიდე. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, კომენტარის დაწერაც მით უმეტეს. და ის სუვენირები რაც ნახე და ის სუვენირები რაც ვიყიდე, მაგათ გავათამაშებ და საქართველოს პოსტით გამოგიგზავნით აუცილებლად. ხო, ნუ შტაბეშტილოებს რაც შეეხება. ამბავი არის ის, რომ ძალიან overpriced არის ყველაფერი. ძალიან გადაჭარბებული არის. ხანდახან შეურაცხყოფილიც ვარ ხოლმე. და ნუ საბოლოო ფასიც
განსაზღვრის დროსაც, ნუ ეხა ვაჭრობის არანაირი ტექნიკები, ვაჭრობის საფუძვლებიც რო გაიაროთ და შესავალი ვაჭრობის ხელოვნებაში. ნუ მაინც მგონია რომ იმის ქვემოთ აღარ ჩამოწევენ ფასებს რა. ხო და ჩემი რეკომენდაცია თან თქვენ ხო დააკვირდით ეხა რაც არის რომ ერიდეთ ძალიან ტურისტულ ადგილებს და იცადეთ რომ ცოტა უფრო სუბურბებში იყიდოთ. No, Georgia. Yeah, thank you. ეხა გამოვიძახე Uber-ი და ტიპს აქვს 7457 შეკვეთა გაკეთებული. სიგიჟე არის, დაუჯერებელი არის. არ ვიცი, საინტერესო იქნება ისე ქართველი მძღოლების სტატისტიკა. Bolt-ზე მაგალითად რეკორდი რამდენი არის. ძალიან სიგიჟეა. აი ესეთი საცობი არის, ინტერნეტი იჭერს კატასტროფულად, იმიტომ რომ ნუ აი მოკლე არეალში ძალიან ბევრი ხალხი არის, თავმოყრილი და შესაბამისად ძლივს გამოვიძახე ტაქსი. ხო, რაც შეეხება Uber-ს, ეგვიპტეში უნდა გამოიყენოთ აუცილებლად Uber-ი, იმიტომ რომ просто სხვა შანსი არ არის რა. ანუ აი სხვა შანსი არ არის, იმიტომ რომ ტაქსის გაჩერება ნიშნავს, რომ 10 ჯერ უფრო ძვირად შეიძლება იმგზავროთ. მოვედით სასტუმროში. თუ მეშლება ხოლმე შესასვლელი. Hi. How are you, bro? ეს არის ჩემი ასვანელი ძმაკაცი. Say hi to Georgians. Georgia? Yes, say hi. Say hello. Hello? Yes. Go. No. In my hotel. ესეთი პატარა ბიუჯეტური 20 ლარიანი. იდეაში უფრო ჰოსტელია, მაგრამ ინდივიდუალური ოთახებით. ვიქირავე და აჰა. აველოდოთ ლიფტს. აჰა. თუნდაც რო უნდა რომ დავაჭირო. ასები აქვს. ოკეი, ალბათ. შუკრან. ხო და ლოკაციის თვალსაზრისით იდეალური არის, ძალიან ახლო არის. ჩათვალეთ Z დაუნთაუნზე ხარ, როგორც კი გამოდიხარ და მოსახერხებელი არის ყველა თვალსაზრისით. ყველა ლოკაცია რაც კი გარშემო არის, ყველას მირჩევნია და ძალიან შემიყვარდა მოკლედ ეს ადგილი რა. ძალიან მომწონს ლიფტის ყორცნის სიჩქარე. უსწრაფესაც შეუძლია რომ წავიდეს და წამოვიდეს. განახეთ. საწყობში მქირავები აღარ არ შეიქმნა ერთი შტაბეშტილება. ვა. გამოვეტიო. ცარეცხიანი და აი ეს არის. Miami Cairo hostel. Hello. Assalamu alaikum. How are you guys? Fine. აი ეს საუკეთესო ხალხი არის. ის მაგრა დამასაფორთა. ერთი არის რომ აბდალა აკლიათ, მაგრამ აბდალაც მალე მოვა და გაგაცნოთ. Okay.